რაც შეეხება ჩვენი მოვალი განვითარება შეაფერხეს და არა მარტო შეაფერხეს პრინციპში საშინლად დაგწიეს უკან მე-13-მე-14 საუკუნეებში მე-15 საუკუნეებში მოხდარმა მოვლენებმა როდესაც ჯერ მონღოლებმა მე-13 საუკუნეში მოსულმა ამ შემთხვევაში ჯერ პირველ რიგში დაგწიეს უკან აზიიდან მოსულმა თურქებმა მაგრამ იქ დავითმა ეს მდგომარეობა აბსოლუტურად გამოასწორა და მე აღმოსავლეთში უძლიერ სახელმწიფოდად ვიქეცით მაგრამ რასაც ვერ დავძლიეთ ეს იყო ჯერ მონღოლების ასე ვთქვათ სერიოზული მონღოლების მიერ ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმის მიყენება და შემდეგ მონღოლების ასე ვთქვათ შთამომავლის შუა აზიელი შთამომავლის თემურ ლენგის ეს იყო კატასტროფის მომტანი ტოლფასი ჩვენთვის მართლაც კი ცადეთ მე-14 საუკუნეში გიორგი ბრწყინვალის დროს რომ ისევ აღდგენილიყო ძლიერება გიორგი ბრწყინვალის როლი განუზომელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მე-14 საუკუნის უდიდესი გადაარჩინა იმ მომენტში მამისმა უზარმაზარმა დიპლომატიურმა ნიჭმა ტალანტმა და ასე შემდეგ და ისევ საქართველოს გაიყვანა ძალიან მასშტაბურ ქვეყანაზე მე-14 მან გაათავისუფლა მონღოლთაგან ჩვენი ქვეყანა და გაატარა ფაქტობრივად ყველა დარგში ისევ რეფორმები რომელიც უკვე მოშლილი იყო მონღოლთა ბატონობის შემდეგ მაგრამ მაინც ვეღარ შევძელით და განსაკუთრებით უკან დაგწია თემურლენგს ეგ წარმოიდგინეთ 17 წელიწადში 8-ჯერ ილაშქრა ამ ადამიანმა. ხლა ამის ანალიზის დრო და ხლა საჭიროება ამ შემთხვევაში არ არის, მაგრამ ფაქტი მოხდა, რატომ მოხდა თემურლენგის ლაშქრობები, როგორ იყო, მაგრამ მოხდა. მოხდა ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად მოსახლეობის თვალსაზრისითაც იმ ციფრზე, რაზედაც დემოგრაფები ფიქრობენ, რომ ვიყავით, ვეღარც ვერასდროს გავედით. ანუ რა რაოდენობაც მანამდე სავარაუდოდ ვიყავით, დაგწია ამ კუთხითაც და ნებისმიერი მიმართულებით ამ იმან თემურლენგის ლაშქრობებმა. ჩავამატებ რომ ზიანი რომელიც მივიღეთ შეიძლება განსაზღვროთ რიცხობრივად რომ ძალიან შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა, მაგრამ აქ არანაკლებ და უფრო გრძელვადიანი იყო მაინც მორალური ზიანი რაც მივიღეთ იგივე ყველა მხრივ ეს განფენილი იყო როგორც უბრალო თუნდაც იმ ქვედა ფენაში იქაც კი ძალიან უკან წავიდა ადამიანის რაღაც თუნდაც კულტურა ვთქვათ კულტურულადაც დეგრადაცია მოხდა და აი ასე ამ ვერტიკალში კი ასე იყო ნამდვილად და ამას დავამატოთ ისიც რომ მე-15 საუკუნეში მთელ მსოფლიოში მაშინ ყველგან იყო სეპარატიზმის და ცენტრიდანული ამ შემთხვევაში ევროპაშიც რომელიც თანდათან ყალიბდება თანდათან ახალ ელფერს იძენს იმდროინდელი დასავლური სამყარო ქალაქების როლი იზრდება ხელმეორედ საუნივერსიტეტო ცოდნა იქ რასაც უნივერსიტეტები ჰქვია ევროპაში ჩამოყალიბდა დაწყებული მე-11 საუკუნე ბოლონიიდან დაწყებული პარიზი პრაღა ჰაიდელბერგი და სხვები სადაც რელიგიური მას თანდათანობით გამოდის ასე ვთქვათ სეკულარიზმის ცნებები მატულობს სადაც მე-14 საუკუნეში შემდგომ უკვე ეყრება საფუძველი ევროპულ რენესანსს და ორი სიტყვით ცხადი ამაზეც ვისაუბროთ ანუ ნენელა ეს მოდის და ჩვენ კი სად ვექცევით თუმცა სეპარატიზმის მომენტი გოგა იქაც რა თქმა უნდა იყო მე-15 საუკუნეში ევროპაშიც 100 წლიანი ომი იყო ინგლისსა და საფრანგეთს შორის ევროპა ამან ძალიან დაასუსტა დასავლეთ ევროპა და იმ დროს დაუშვათ ნიშანდობლივი მაგალითია რომ მე-15 საუკუნეში საფრანგეთის ნიმუშად მოვიდა საფრანგეთის მეფეზე გაცილებით ძლიერი ფიგურა რაღაც მომენტში იყო მისი ერთ-ერთი პროვინციის ბურგუნდიის ჰერცოგი ხო ეს თვალსაჩინო მაგალითია აქაც იგივე პროცესი მიმდინარეობს იქაც იგივე მიმდინარეობს აქ რაღაცა განსაკუთრებული არაფერი ხდება საქმე ის არის რომ ეს ჩვენი ერთიანი საქართველო რომელიც მე-10 საუკუნის ბოლოს და მე-11 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ბაგრატ მესამის პერიოდიდან და ისე მოდიოდა დაიშალა მე-15 საუკუნის მიწურულს საქართველოს სწორედ თემურლენგის ლაშქრობების მერე შესუსტებული ცენტრალური ხელისუფლება ვეღარ მოძლიერდა და ჩვენ მივიღეთ შედეგად ის რომ საქართველო იქცა საქართველოებად პატარა საქართველო ხო დაწყება მე-15 საუკუნეში ჯერ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო, კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო და მესხეთის სამთავრო, იგივე სამცხე-საათაბაგო, რომელსაც ჯაყელები ედგნენ და სამეფო ბაგრატიონების სხვადასხვა განშტოების და მე-16 საუკუნეში ამას დაემატა იმერეთს გამოეყო სამეგრელოს სამთავრო, გურიის სამთავრო, სვანეთის სამთავრო, აფხაზეთის სამთავრო, სხვადასხვა საგვარეულოებით იქ შერვაში იძეები, დადეშგელიანები, გურიელები და დადიანები. შესაბამისად, ეს მოხდა, ეს პროცესი წავიდა.
და უბრალოდ განსხვავება ჩვენსა და ევროპას, დასავლეთ ევროპას შორის ის არის, რომ იქ ისევე ხელმეორედ გაძლიერდნენ, ისევე აღორდნენ, ისე შეიკრა, ჩვენ ვეღარ შევიკარეთ. და აი ამას ჰქონდა თავისი განსაზღვრელი მთავარი ფაქტორი, ისევ საერთაშორისო პოლიტიკაში ხდებოდა. საერთაშორისო პოლიტიკაში გოგა მოხდა დამერწმუნები ის, რომ ჩვენ აღმოჩნდით ჩიხში. იმიტომ რომ მე-15 საუკუნეში მოხდა საბედისწერო რამ ჩვენთვის მოგეხსენებათ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნებისთვის ეს იყო დიდი დარტყმა აბრეშუმის გზის მონაკვეთზე ვინც იყო სახმელეთო გზის მონაკვეთზე ყველა მიიღო დიდი დარტყმა მას შემდეგ რაც ამ გზის უკანასკნელი ბოლო პუნქტი კონსტანტინოპოლი ბიზანტია საიდანაც მე ნაწილდებოდა მთელ სოფლიოში ინდოეთის სოფლიოში ეს პროდუქცია საქონე რომელიც მოდიოდა ჩინეთიდან ინდოეთიდან გაუქმდა, განადგურდა 1453 წელს, როგორც მოგეხსენება, კონსტანტინოპოლი აიღეს და ბიზანტიის იმპერია გაანადგურეს თურქ-ოსმალებმა, აი სელჩუკები შემდგომ სამამავლებმა და რეალურად ამან შეცვალა მთელი მსოფლიო. ამას ჩაგვეკეტა კარიბჭე. კარიბჭე ჩაგვეკეტა, რატო გაგვეკეტა? იმიტომ ჩაგვეკეტა, რომ ამას მოყვა ოსმალებმა იმდენად დიდი ბაჟი დაადეს საქონელს მაშინ, რომელიც ხო, რადგანაც ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო მათთვის, ასე ვთქვათ, მათი უკვე პრეროგატივა, რომ შეეძლოთ რა თანხას დაედგნენ, იმიტომ რომ ეს ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ ამ გზაზე რო იტყვიან, იმის დასასრულზე განსაკუთრებით. აქედან გამომდინარე, იმ ხელა ბაჟი დაადეს საქონელს, უკვე ევროპელ ვაჭარს თუ ეგვიპტელ ვაჭარს თქვა, აღარ უღირდა აი ამ სიშორე გზის გავლა, რომელიც ჩვენზე გადიოდა. კიდევ ერთხელ საგანგებოდ აღვნიშნოთ, ჩვენ სანტრალიზიტო ქვეყანა ვიყავით. აღარ უღირდა. ამიტომ ქვეყნებმა, ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს ფიქრი, რომ როგორმე მისულიყვენ ინდოეთ-ჩინეთამდე საზღვაო გზით. ასეც განვითარდა და შესაბამისად ამან გამოიწვია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები. ესე იგი მე-15 საუკუნეში დაიწყო კოლუმბები, ვასკო და გამა სხვები და სხვები და ფერნანდო მაგელანი თუ სხვები, რომლებმაც აი ეს ძალიანად შეცვალეს იმ დროინდელი სამყარო და მეცნიერულ პროგრესს, სხვადასხვა პროგრესს დაედო ამით საფუძველი ყველაფერი იმას, რასაც მე დაეფუძნა მთელი დასავლური ცივილიზაცია და მივიდა კრიზისმა შუა განვითარების პერსპექტივა, მაგრამ ჩვენთვის დახურა ეს პერსპექტივა საწუხაროდ და პრინციპში მოდი აღვნიშნოთ, რომ მაშინდელი ეს დახურვა ჩვენთვის ევროპოლის სივრცისა იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა და იმდენად დიდხანს გაყვა, რომ და შემდეგაც უკვე რაღაც უკვე სოფლიო თითქოს გაიხსნა და თითქოს საშუალებაც გამოჩნდა რომ განვითარებისა ვერა იმდენად ვიყავით უკვე ჩვენ მოწყვეტილი ევროპულ აკვანს და ევროპულ ოჯახთან სიახლოვეს რომელთან ძალიან ახლოს რითაც რაზედაც გვასაზრდოებდა სწორედ აბრეშუმის გზაზე ჩვენი მდებარეობა და ფაქტობრივად აი ეს განსაზღვრავდა ჩვენს საერთაშორისო ასე ვთქვათ ურთიერთობებს პოლიტიკას საუკუნეების განმავლობაში. ესე იგი ეს ბიზანტიის განადგურება, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, რამაც მოგვაქცია ჩიხში, იმიტომ რომ აბრეშუმის გზის სახმელეთო მონაკვეთი უბრალოდ გაუქმდა. აღარავის აღარ აინტერესებდა ამ გზაზე. დიდი ხნით გაუქმდა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს საერთაშორისო ფუნქცია ჩვენ დავკარგეთ მაშინ და მე-20 საუკუნის ბოლომდე პრაქტიკულად ჩვენ ეს აღარ გქონია და აი ჩვენ თვალწინ და ჩვენი ახალგაზრდობის დროს თანდათან დაიწყო აი ამ ფუნქციის ახალი ფუნქციის შეძენა და ამაზე რა თქმა უნდა გვექნება საუბარი. მაქედან მოყოლებული ესე მე-15 საუკუნიდან მოყოლებული მე-20 საუკუნის მიწურულამდე ჩვენ საერთაშორისო ფუნქცია პრაქტიკულად აღარ დაგვრჩა. ჩიხში საუკუნის განმავლობაში. საუკუნის განმავლობაში.